ერთიანი ნაციონალური მოძრაობის განცხადებით წელიწად ნახევარში საქართველოს რკინიგზამ 10 წლიანი რეგრესი განიცადა. როგორც ზურაბ ჯაფარიძემ დღევანდელ ბრიფინგზე თქვა, რკინიგზის 2014 წლის გადაზიდვების გეგმად განისაზღვრა 20 მილიონი ტონა ტვირთი, რაც 2011 წლის იდენტური მაჩვენებელია. მოსაოდნელი შესრულება წელს არის 15 მილიონი ტონა ტვირთი. ეს არის 2004 წლის მაჩვენებელი. რაც ნიშნავს, რომ ახალი მენეჯმენტის მოსვლის შემდეგ დაახლოებით წელიწად ნახევარში საქართველოს რკინიგზამ ამ კომპანიამ განიცადა 10 წლიანი რეგრესი. ეს არის შედეგი იმისა, რომ საქართველოს რკინიგზას მართავს სრულად არაკომპეტენტული მენეჯმენტის ჯგუფი. ეს არის შედეგი იმისა, რომ საქართველოს რკინიგზის მართვაში მენეჯმენტში უხეშად ერეოდენ და ერევიან არაუფლებამოსილი პირები, ჯერ ეგრეთ წოდებული ექსპერტის გია ხუხაშვილის სახით, ხოლო შემდეგ ივანიშვილის, საყვარელი დეიდაშვილის, როგორც მან თვითონ უწოდა, უჩამაბაცაშვილის სახით. საპარლამენტო უმცირესობის წევრი აღნიშნავს, რომ მოხდა გადამზიდის მონოპოლიზაცია და ისეთი სატარიფო პოლიტიკის შემოღება, რომელიც კორუფციული გარიგებების დადების შესაძლებლობას იძლევა. მილიონობით ტონა ტვირთი, რომელსაც უნდა გაევლოს საქართველოზე აზიიდან ევროპისკენ, საქართველოზე აღარ გაივლის, არ გადის ამ წუთში და ეს ტვირთები მიემართება ევროპისკენ რუსეთის გავლით, ოკუპანტი ქვეყნის ტერიტორიის გავლით, რაც არის საქართველოსის დაკარგული კონკრეტული შემოსავლები, ეს არის ერთი და მეორე, საქართველოს სტრატეგიული ფუნქცია ევროპის, აზიისა და ევროპის დამაკავშირებელი დერეფნის ფუნქციის სრული ეროზია ხდება, რაც არის ძალიან შემაშფოთებელი ტენდენცია. ერთიანი ნაციონალური მოძრაობა რკინიგზაში არსებულ პრობლემებზე რამდენიმე თვის წინათ საუბრობდა. მაშინ საქართველოს რკინიგზამ განაცხადა, რომ დროებით შემცირებული ტვირთების ფონზე რკინიგზის შემოსავლები გაზრდილი იყო.